Adigeni's მუნიციპალიტეტის მკვიდრის გველის მიერ დაგესლილი დავით კლეჟინაძეს რამდენიმე საათიანი ლოდინი დასჭირდა, რომ თბილისიდან კატასტროფის მედიცინის ბრიგადას მისთვის ანტიგიურზინის შრატი ჩამოეტანა და სიცოცხლე შეენარჩუნებინა. ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში მედიკამენტის მარაგი სწორედ მაშინ ამოიწურა, როცა გველის მიერ მოსახლეობის დაგესვლის შემთხვევების რაოდენობამ იმატა. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის თქმით, თვეზე მეტია, რაც ჯანდაცვის სამინისტროსგან ანტიგიურზინის შრატს ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე არ მიუღიათ. რაიონის მერე ჩვენს მიერ იქნა მოთხოვნა გაგზავნილი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით. მივიღეთ პასუხი, რომ სახელმწიფო შესაძლებლობის დამთავრებისთანავე მოგვაწოდებენ აღნიშნულ პრეპარატს. 6 ივლისს იყო კვლავ დაკმენის ფაქტი. ჩვენ აღარ გქონდა შრატის შესაბამისად გამოვიძახეთ კატასტროფის მედიცინის ბრიგადა თბილისიდან, რომელმაც ჩამოიტანა ანტიგიურზინი. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ ცენტრში განგვიმარტეს, რომ ანტიგიურზინის მარაგი თავად საავადმყოფომ უნდა უზრუნველყოს. ოფიციალური ინფორმაციით სამცხე ჯავახეთში ბოლო 2 თვის მანძილზე მოსახლეობის დაგესვლის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. 2 ახალციხის, 1 ადიგენის და 1 ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივების თქმით, რეგიონში ასეთი შემთხვევები იშვიათია, თუმცა ისინი რამდენიმე ფაქტს მაინც იხსენებენ. შემოვიდა გველი, მეტრა ნახევრიანი, ალბათ 2 მეტრა იქნებოდა. ჭრელი გველია რა, ეგეთი რაღაცა. ხოდა მე ჩემთვის ვიჯექი რა, პროსო გაიარა, მე აღარ გავეცი პასუხი. რომ გამოვეკიდე, უკვე წავიდა ისა. უკბინა ერთ გოგოს, მაგრამ არაფერი მიიყვანეს, გაუკეთესნებს რამე და კარგად. შემთხვევით გაიარა ბუჩქთან ახლოს, ვერ შეამჩნია, ფეხი დაადგა გველსა. გველმაც რახან გამწარდა, მოbrunდა და უკბინა. მერე ეს წამოიყვანეს ახალციხის საავადმყოფოში, უმკურნალეს. ერთი ღამეც დაიტოვეს, რომ საშუალება არ ყოფილიყო. ქვეწარმავალი სახლში, სარდაფსა და ეზოებში რამდენიმე დღეა ასპინძის ქუჩის მაცხოვრებლები დასახლებულ ადგილებში გველებს სისტემატურად პოულობენ. მოსახლეობა ქვეწარმავლების მომრავლებას ასპინძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ფოცხოვის სანაპიროზე სამშენებლო სამუშაოებს უკავშირებს. თვითმხილველების თქმით, ადგილობრივების საქათმეებისა და პირუტყვის სადგომების დემონტაჟის დროს გველის ათეულობით ბუდე და კვერცხი ნახეს. სამშენებლო კომპანიას ქვეწარმავლების აღმოჩენის შემდეგ შესაბამისი სტრუქტურებისთვის არ მიუმართავს. ვადღია ხმუშაო 200 წელზე მეტი მოვყალი გავჭილდა ტრაქტორით რა. ხოლო მდინარისა არის. შხამიანი არ არის ეგ გველი. 5 და 6 და 7 და 8. მე სპეციალურად ხოცა მეზღება რა. ბავშვებს უნახავს მდინარეში ჩამოდიან ბავშვები და ტელი გაქცეულა. შვიცარამდე 8 წლამდე არ შეიძლება რომ კვერცხები ყოფილა. უკვე გამოჩეკილა ეს გველები. ესეთები არიან ახლა. ჩემ პადვაში ვიპოვე გველი, ამკარ არ იყო. როგორ უნდა დავიცვათ თავი გველის დაგესვლისგან? ახალციხის ჯანდაცვის ცენტრმა პრევენციული ღონისძიებების ჩატარება დაიწყო. საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, თითქმის ყველა ქუჩაზე, სოფლებში, სკვერებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ინსტრუქცია გამოიკრა. საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს, როგორ აღმოუჩინოს დაგესლილს პირველი დახმარება, ამბობენ ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები. გასულ წელთან შედარებით არ არის სტატისტიკურად მომატებული გველით დაკმენის შემთხვევები, მაგრამ შეცვლილია ქცევის წესები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ გველის დაკმენის შემთხვევაში და ამის გამო გამოვაკარით ეს ბუკლეტები, რომ ადრე სხვანაირად იყო და წელს ეხლა სხვანაირად არის. საქართველოში 23 სახეობის გველი ბინადრობს. აქედან ყველაზე შხამიანი გიურზა და კავკასიური გველგესლაა. ყველა შხამი სხვადასხვა ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს. დასრულდება თუ არა გველის მიერ ადამიანის დაგესვლა ფატალური შედეგით, ეს შხამის რაოდენობასა და ძალაზეა დამოკიდებული. ასევე მნიშვნელოვანია ადამიანის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც დროული მკურნალობაა.